ფოთის საკრებულოს ხდომაზე ხმაური და დაპირისპირება სახელმწიფო აუდიტის დასკვნის განხილვამ გამოიწვია, რომლის მიხედვით ფოთის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი დარღვევების საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას მერობის პერიოდს ეხება. ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე კორუფციაში დაადანაშაულა და უმრავლესობას უუნარო უწოდა. იმ დროს, როდესაც მართლა მძვინვარებს კორუფცია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა პროექტი, სტადიონ, კოლხეთის სტადიონი, კინოთეატრი, კიდევ სანაპირო ზოლი მალთაყვის ყველა გაჩერებულია თანხის გაფლანგვის გამო. და ესენი ქართული ოცნება, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და მერი იწონებს თავს იმით, რომ ყველას გაჩერებული აქვს კონტრაქტი და სასამართლოშია საქმე. აი ეს არის ამათი პასუხი და ეს ძალიან მაგარი საქმე ყოფილა თურმე. გამიგებდა, რა თქმა უნდა, კორუფცია, უნიათობასთან ერთად კორუფცია და აი ამ ყველაფერზე უნდა იყოს პასუხისგებლობა ბატონმა კაკულიამ, როდესაც ის იყო ქალაქის მერი, ეხლა საკრებულოს თავმჯდომარეა და დღევანდელმა ქალაქის მერმა უნდა იყოს ამ ყველაფერზე, ამ უმსგავსობაზე, ამ კორუფციაზე და უნიათობაზე უნდა იყოს პასუხისგებლობა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არის ძალიან მძიმე დასკვნა. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ სულად არ არის ასახული ის პრობლემები, რომელიც 2016-2017 წლებში იყო ამ ანგარიშო პერიოდში. თუმცა იმდენად ბევრი პრობლემა იყო, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაინც ვერ აუარა გვერდი იმ მძიმე დარღვევებს. იქ საუბარი არის მალთაყვის სანაპიროს ზოლზე, საუბარი არის სტადიონთან დაკავშირებულ პრობლემებზე, საუბარი არის მაგალითად არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე, საუბარი არის დუბლირებულ სამსახურებზე და ამ დროს ქალაქის მერი ამ სანგარაჯო პერიოდში ქალაქის მერი იყო ირაკლი კაკულია, რომელიც დღეს არის საკრებულოს თავმჯდომარე. დასკვნაში პირდაპირ წერია სიტყვა-სიტყვის შავი თეთრზე, რომ ქალაქის ხელმძღვანელი გადაწყვეტილებებს იღებდა არა პერსონალ, არა კანონიდან გამომდინარე, არამედ თავისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. და ჩვენ მოვთხოვეთ, რომ აიღო პასუხისგებლობა დღეს პოლიტიკური პასუხისგებლობა ამ საკითხებზე, რადგან დღეს ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელობს ადამიანი, რომელზეც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ არის ხილებული სხვადასხვა სუბიექტურ დამოკიდებულებაში ქალაქთან მიმართებაში. საკრებულოს თავმჯდომარემ აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის რეკომენდაციის ხასიათისა და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, მაშინ მოცემული ხარვეზები რომ გამოასწოროს. რა თქმა უნდა, აუდიტის დასკვნის რეკომენდაციებს ვეთანხმებით, ეს არის ასათვალისწინებელი, ვინც აკეთებს რეალურად საქმეს, მას ყოველთვის აქვს რაღაც პატარ-პატარა ხარვეზები, რაც ასახული არის კიდევაც. და მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აუდიტის დასკვნაში მოცემული რაღაც ხარვეზების გამოსწორება. საბოლოოდ საკრებულოს ხდომაზე აუდიტის დასკვნა ცნობად მიიღეს და ხმათა უმრავლესობით მერიას აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრა დაევალა.